მოგესალმებით. ხვალ გვაქვს 21 სექტემბერი, შემოდგომის მზებუდობა. ყველაზე საინტერესო დღე წლის, ამ წლის, როცა მთავრდება ეს დერეფანი დაბნელების და ჩვენ შეგვიძლია გავატანოთ ყველაფერი ამ დაბნელების დერეფანს. ჩვენ უკვე ვიმუშავეთ ბევრი ბლოკებზე. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ მანდალა in yani. თქვენ შეგიძლიათ თქვენით გააკეთოთ ეს მანდალა, აწყოთ ნებისმიერ ვერსიაში. ამისთვის დაგჭირდებათ პატარა ფარგალი, რამოდენიმე წრის დახატვა, ჯერ პატარა წრე, შემდეგ ცოტა მოზრდილი და მანძილით შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო ახლოს, უფრო შორს და შემდეგ უფრო გააფართოვოთ ეს თქვენი მანდალა. თუ სიმეტრიას ვერ დაიცავთ, არა უშავს, ეგ არ იქნება პრობლემა. რამოდენიმეჯერ გაკეთების შემდეგ გამოგივათ უფრო სიმეტრიული. მთავარია ჩადოთ ენერგია გაძლიერებაზე, გაფართოვებაზე, სიმდიდრეზე, ბედნიერებაზე, სიყვარულზე, კეთილდღეობაზე, რაზეც მოგესურვებათ. ჩემი რჩევა იქნება მანდალას სანამ გააკეთოთ ვიზუალიზაცია და რადგან ციფრი 9 არის ახლა მნიშვნელოვანი, მე-9 თვეა, სანამ დაიწყებთ ხატვას, გააკეთეთ ვიზუალიზაცია, დაჭიქით მოხერხებულად, ჩაისუნთქეთ ღრმად 9 ჯერ, 9 ჩასუნთქვა, ამოსუნთქვას აკეთებთ, ღრმას თან მოდუნდით და შემდგომ უკვე დაიწყეთ ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი 1 წლის შემდეგ და წარმოიდგინეთ საუკეთესო ვერსიაში, ანუ სათხართ, რაც გაქვთ ყველაზე სანუკვარი, სურვილი, აი ეს წარმოიდგინეთ, რომ აი იმ რეალობაში იმყოფებით და აირჩიეთ შემდგომ აი ამ თქვენი რეალობიდან ერთი ფრაგმენტი. მაგალითად, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სასურველი ორსულობა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სასურველი პარტნიორი და მასთან შეხვედრა, ანუ მასთან თანაცხოვრება. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ახალი ბინა, წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ამ ბინაში, როგორია, ანუ ეს ყველაფერი, ეს ფრაგმენტი ხო თქვენი სურვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურვილი აარჩიეთ აი ამ ვიზუალიზაციიდან და მასზე გააკეთეთ აქცენტი ხატვის დროს, მანდალის კეთების დროს. იფიქრეთ ამაზე. თან კარგი იქნება თუ ჩართავთ რაიმე მედიტაციას, თუ ჩართავთ რაიმე სასიამოვნო მუსიკას, რაც თქვენ გიყვართ, შეიძლება საერთოდ არ იყოს რელაქს სამედიტაციო მუსიკა, რამე ისეთი შეიძლება იყოს ან ჯაზი, ან უფრო პოპი, რა ვიცი, რაც თქვენ გიყვართ, აარჩიეთ და ამის ფონზე ხატეთ, რომ შეიქმნათ კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო განწყობა. შეგიძლიათ რომ მანდალაც დახატოთ 9 საფეხურით, ანუ 9 წრე გააკეთოთ ყველაზე პატარიდან, მერე გაფართოება იყოს 9 და თუ მაგალითად გინდათ რომ იყოს ნეიროგრაფიული ეს მანდალა, შეგიძლიათ უკვე წრეებს რო დაამთავრებთ, მერე გაავლოთ ნეიროგრაფიული ხაზების სივრცული და ასევე შემოიტანოთ აქ თქვათ ფიქსაციის ფიგურა აღნიშნოთ რომელიმე წრე როგორც ფიქსაციის ფიგურა და გადაიყვანოთ ნეიროგრაფიულ ნამუშევარში. თუმცა შეგიძლიათ დატოვოთ და ჩვეულებრივი მანდალაც გააკეთოთ. ესე ძალიან ეფექტური იქნება ორივე ვარიანტში, ორივე ვერსიაში. ეს ენერგეტიკული დღეები გაგრძელდება 21, 22, 23 რიცხვში და გისურვებთ თქვენი ყველაზე დიდი მიზნის მიღწევას უახლოეს პერიოდში. და ასე იყოს.